ვაიმე შემიგო გამარჯობა მარცელინებო დღეს ჩვენ ვითამაშებთ ხორორ თამაშს ბევრს ძალიან უნდოდა რომ დიდი ხორორი გადამეღო და დღეს ვითამაშებთ Fears to Fat Home Iron Brow Lookout თუ რას არის თამაში როგორც ჩანს რაღაც კოშკაცია რომელიც იმყოფება ტყეში Okay, ძალიან საინტერესო თამაში არის და ხოლო თქვენ გაველოდები likes. ჩვენ ვთამაშობდით უკვე მარტო სახში. ეს ორი არ გვითამაშია და დღეს ვითამაშებთ Iron მოკლედ ამას. ახალი თამაში. Okay, ვერც შევა. ეპიზოდი 4. 12 მაისი. ის რაზეც ვაპირებ საუბარს მოხდა, როცა ვიყავი 24 წლის, ან რაღაც მაგდაგვარი. ამის მოყოლა ვინმესთვის ცოტა უცნაური მეჩვენება, მისი უჩვეულო ბუნების და აბსურდულობის გამო. აი ეს ხმა ყურსასმენებში უკვე მაშინებს მინდა გითხრათ. მე ვიცოდი, რომ ამ ისტორიის სადმე გაზიარება სისულელე იქნებოდა, რადგან ხალხი იფიქრებდა, რომ ვიტყუები. როგორც დაუწერე ეს იყო ყველაზე საშინელი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში. Oh my god. ძალიან რაღაც საშინელება იქნება. უკვე ვგრძნობ. მე ჯეკ ნილსონი ვარ. მუშაობდი რეინჯერად ეროვნულ პარკში. ვიყავი მეხანძრე ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტყეში, ჩრდილოეთ და დასავლეთით, წყნარ ოკეანესთან. მილები და მილები უღრან ტყის. მქონდა ხელფასი, რომელიც საერთოდ არ მყოფნიდა. არ მქონდა იმის საშუალება, რომ წავსულიყავი რესტორანში ან მეყიდა ლამაზი ტანსაცმელი. არავის შავს ადამიანები, მეც მქონდა ასეთი პერიოდი. ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა დღევანდელი დღის ჩათვლით არის ის, რომ ვიყიდე ფურგონი მამაჩემის ფინანსური დიდი დახმარებით. ეს ფურგონი იყო ჩემთვის ერთადერთი სახლის შეგრძნება იმ დროის მომენტში. ანუ ავტორი ამას გვიყვება, რომ აი როდესღაც ეს მოხდა. ერთხელ გადამიყვანეს ერთი ბლოგპოსტიდან მეორეზე რაღაც ოფიციალური გარემოებების გამო. მაგრამ ჩემთვის ეს არ იყო პრობლემა, რადგან ვცხოვრობდი ჩემი ფურგონის მიღმა და მიყვარდა მოგზაურობა. მე დავემშვიდობე რამოდენიმე ადამიანს და გავემგზავრე. დამჭირდებოდა მიახლოებით 2 საათი მანქანით სავალი. Okay, ანუ გამოდის ახალ სამსახურში მივდივარ. სამსახურში რა გადაგვიყვანეს ერთი ბლოგპოსტიდან მეორეზე. მანქანაში ვსივარ. ყარება შემეძლია. ისევ ჯეტია. გაზი არის? რა? კაილა ნელსონი? მომიტარება არ ვიცი ეს რომ I'm sorry, GTA-ში ცუდად თამაშობდი. მაიცა რაღაცა ხო მოგწერეს. კაილა ნელსონმა მოგწერა. ეს ორი ვაივე როგორ ვახსენდება პირველი თამაშიდან ზუსტად ესეთი SMS-ები იხსნებოდა. ვიღაც გვყავს მიჩი სკოტი და კაილა ნელსონი. რამდენი არის? მოდი ჯერ ეს წავიკითხოთ. გადაყვანას გილოცავ, მზად ხარ? უბრალოდ გწერ, რადგან დაგნიშნეს მე-11 კოშკზე. ეთილი იყო შენი მობრძადება. ხო, მიჩი ვარ აირონ ბარკიდან. მერე ბლა ბლა ბლა. რა მაგარი მუსიკებია თამაში. რას გავშედი? იმედია შენ უფრო კარგად გექნება საქმეები, ვიდრე წინა ლედის. ძალიან ხმამაღლადაა ეგ მუსიკა. მინდა პროსტა ვუსმინო და რა ვითამაშე და რომ ვკითხულობდი SMS-ებს. სად შემიძლია მივაყენო ჩემი ფურგონი? ესე იგი მოხვალ პარასკევს. უბრალოდ მიაყენე შენი ფურგონი გრავინის პარკში ჭიშკართან. გრავინის პარკი? Okay. ეს მუსიკები უნდა გავუშვათ რა შეიძლება. ხორორი კი არა, პროსტა უტკბები მუსიკით. ხოლო შემდეგ წახვალ ფეხით ოქროს ნაკადის ბილიკზე. შენ დაინახავ ბილის ჭიშკართან უბრალოდ უჩვენე პასპორტი. Okay, ეს გავიგეთ. ეს კაილა ნელსონი ვინღა არის? ეს ახალი რეგიონალური მენეჯერი ისეთი ნაძირალა. ღმერთო ჩემო, ეს ვინყავს ასეთი. ზოგჯერ მინდა მქონდეს ისეთი სამსახური როგორც შენ. გავიღვიძო ბუნებაში ხალხისგან მოშორებით
მოშორებით და უბრალოდ გავაკეთო ფული იმისგან, რომ ვუყურო როგორ მიქრის ქარი. სხვათა შორის ცვლილებებზე. დავიწყე მუშაობა მაკდონალდსში. არა. Iron Barki. შემდეგ თვეს გადამიყვანენ. აი ის გამოვწოთ როგორ ხარ. კიდევ გზაში ვარ. ყველა დღიდან ზუსტად დღეს გადაწყვიტა ფურგონმა საბურავის გახეთქვა. ხო, კარგი თარგმანია. გვიანი ხომ არ არის? თუ არ მოვკვდები შიმშილისგან სანამ მივალ. მე ყველაფერი რა? შენ უკვე გაიარე როზენბურგთან. არა და რა. კაი, ეს ყველაფერია რაც გვაქვს. ვაიმე აქ? სად ვარ კაცო? ოკეი. დაგაზე, მიდი. ცოტა ახლა შეგვიძლია ავუწიოთ. მაინც მანქანა მოდის. არ შევეძახო. ფრთხილად. ბუნებაში ყოფნა მომწონდა ან რაღაცა კეთი. კიდე SMS-ები. მე მახსოვს ეს კაფე. საუკეთესო ბურგერები აქვთ ქალაქში. შენ უნდა გასინჯო. მე გემრიელად ვისადილებდი სანამ ახალ სამსახურს მე კარგად ჩაწევა. მე გემრიელად ვისადილებდი სანამ ახალ სამსახურში წავიდოდი. მადლობა, კეი. ოკეი, ანუ აქ შეიძლება რაღაც არ უნდა გამოვტო. ესე რომ შევხედო. ვაიმე, ესე შევიდე შევხედო. მაინც სახლები ერთ წამით რაღაც არ ვაიმე. რაღაც ჭედავს. მაიცა ეს არის როზენ. აჰა, ანუ სადღაც აქ. მაგრამ სად? სად უნდა შევხვიო? რაღაც კაფეში უნდა წავიდეთ. ღმერთო ჩემო, სად რა? ვაიმე მანქანა. დავინახე ის კაფე, რომელზეც მეუბნებოდა კეი. ანუ აქ უნდა ცოტათი ფრთხილად. I'm sorry, ხალხო. შემთხვევით. ვაიმე რა კარგი მუსიკები. ვაიმე ეს რად? ვაიმე, ავიღე, ჩანთავიღე. ჩანთა არ მინდა. რა ლამაზი ფურგონი გვაქვს შეხედეთ. ვაიმე, არაფერი არ ჩანს. შევიდია გავიდე. Oh yeah. ცოტათი პიქსელურია, მაგრამ შეხედეთ რა სილამაზეა. აი, უკვე ამერიკაში მგონია თავი. ვაიმე, ეს ვინ არის? გამარჯობათ, ასმერი. არ ვიცი, ესეთი ასმერი არ ვის არ სჭირდება მგონი. მოგეწონა ბურგერი? ეს პატარა 64-ის ნაჭერი? ეს ჩემი საყვარელი ადგილი არის ამ ვიკენდზე. ამ შაბათ-კვირას მოკლედ. აქ ახალი ხარ? ახალი თანამშრომელი ვარ სახელმწიფო პარკში, Iron Barki-ში. მაშინ ალბათ გაგიგონიათ ამბები? რომელი ამბები? ნუ, რამოდენიმე კვირის წინ სამი ბავშვი დაიკარგა. ამას გადასცემდნენ ყველა ამბებში. რა დაემართათ? ღმერთო ჩემო, რა ხდება აქ უკვე? არავინ არ იცის. გასაგებია. ოფიციალურად იძახიან, რომ გზა აებნათ, მაგრამ ადგილობრივი მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ მოხდა კიდევ რაღაც. დადისჭორები, რომ რაღაც არსებამ დაიჭირა. არსება? ნუ კი, ბიგფუტის მსგავსი ან ადამიანი თხის. ხალხი ამბობს, რომ რაღაც მსგავსი ცხოვრობს ამ ტყეებში. თქვენ გჯერათ ამის? ამ ტყეში იკარგება ბევრი ტურისტი და დამსვენებელი. ზოგი მათგანი ბრუნდება ამბებით, რომელთა დაჯერება შეუძლებელია. Oh my god, აქ რაღაც სტრენჯი იქნება. ხოლო ზოგი კი საერთოდ არ ბრუნდება. ეს ხმამაშიდებს გეუბნებით. კაი. მე რა ლამაზია. ეს რადიო ჩართული დავტოვე? შევიდეთ კაფეში, კაი. მაიკლ ჯექსონი. რა? ჩემთან მოდის. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Twin River. ვაიმე, ხმამა მუსიკა. I'm sorry, მაგრამ ძალიან ხმამაღლადაა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Twin River-ში. როგორ მიდის თქვენი საქმეები? რავი, კარგად თქვენ? დაბრძანდით ნებისმიერ ადგილზე, მალე მოვალ. კარგით, მადლობა, კალ. ბატონო. გამარჯობა. ძალიან კარგად ჭამს. ეს გავინა. ვაიმე, ნიჩაფი. შენ ტიპი. ძალიან უცნაურს გავხარ უკვე. დალაპარაკება? ვაიმე, დალაპარაკება შემიძლია. როგორ მოგეწონათ საჭმელი? უბრალოდ მიყურებდა. Oh my god. მაიცა.
ისეთ სახით მიყურებს. თავი დავანებეო რა, ერთი სიტყვით. აქ შემიძლია დაუბრძანდე? უბრალოდ მიყურებდა. კაი, ჯანდ, კაი. კიდე რა დაასაკაზე? ამას რა მიყურებს? მთელი დღე გზაში ხარ, ხო? სად მიემგზავრებით? მივდივარ ჩრდილოეთით, რომ მივაწოდო შეკვეთა და თქვენ? რა შეკვეთა გაქვს მისაწოდებელი ერთი? მე თანამშრომელი ვარ სახელმწიფო პარკში, აირონბარგში. ანუ ეს სიმართლეა? რაზე რა უნდა? მათი სიტყვებიდან რაც მოუვიდათ იმ ბავშვებს სიმართლეა? მე რა ვიცი, კაცო, მარტო ეხლა გადმოვედი, მარტო დღეს მოვედი. არც მივსულვარ ჯერ. ვერ ვიტყვი, რადგან არაფერი არ ვიცი ჯერ. ვერ წარმოვიდგენ რა გაიარეს მშობლებმა, ეს კოშმარია. ოკეი, კაი, მოდით სადმე დავждეთ. აი, აქ დავждები, მომიტანეთ აქეთ საჭმელი კოლო. საწახვით, აქ ვარ ხო? საღამო მშვიდობის, მე ბარბარა ვარ. სათხარ შევკვეთოთ? კი, რა გაქვთ აბა? რა მოიფიქრეთ? ჩიზბურგერი და კარტოფილი ფრი? სენდვიჩი, შემწვარი ყველით და ხახვის რგოლებით, ფრიკადელკების სენდვიჩი და ქათმის ნაგეტსები. კადელკის სენდვიჩი ძალიან ცუდად ჟღერს. მოდით, ავიღოთ პირველი, რადგან აი ყველაზე კარგად ჟღერს ამ სამი მენიუდან. ჩიზბურგერი და კარტოფილი ფრი. რას დალევთ? დიდი კოლა, ყავა, მარწყვის სლაში. ძალიან მაგრად ჟღერს, ავიღებ მარწყვის სლაშს. არ ვიცი სლაში რა არის, მაგრამ მინდა. მშვენიერია კიდე რამე? აი ეს მეტი არაფერი არ მინდა. როცა შეკვეთა მზად იქნება, მოგიტანთ. კაი, მადლობა. ყოცის მქონდა ჩვევა, შევიდე საპირფარეშოში, სანამ დავიწყებდი ჭამას. ოკეი, ანუ შეგვიძლია აუდგეთ მშვენიერი. აქ კიდე ძალიან მინდოდა მოფსმა. კაი, დამაცადე ხო? იცი რომ გინდა, მაგრამ ესე რატო იყურებიან? ცოტათი დაკარგულად გამოიყურებით. მე მეუბნება მაგას. უბრალოდ დავიღალე. თუ გაქვთ სურვილი დალიოთ ყავა, ეს იდეალური ადგილია. როგორც ხედავთ, მე ვირჩევ ვანილის ლატეს. ოკეი. რამდენ სჯორობს, კაცო? ოკეი, კაი, გავიგე. მე ძალიან მინდოდა მოფსმა. კაი, გავიგე. სამსახურში მივდივარ, მოკლედ, ახალ სამსახურში. მოკლედ. Well. კაი, დაიკედა კარი? ვაიმე არა. სარკეში არ ვჩან ვარ. და მოუფსა. ვაი, რა ცოტა. გავბაზე. შევიდე ესე მოუფსა, რადგან ყოველთვის როცა შევდივარ ესეთ ადგილებში, საპირფარეშოში, ზუსტად მასია მოფსმული. ვინ აკეთებს მასზე, არ ვიცი. ხელები ხონდა დავიბანო. ვაიმე. ხო, ხელები აუცილებლად უნდა დავიბანოთ. ასეთი დეტალებია გათვლილი ამ თამაში, რომ შემიძლია დავიბანო ხელები და გავიმშრალო კიდევაც. უეჭველი ჩემი საჭმელი მოაქვთ, მიდით, მამეცით აქეთ. მადლობა, ქალბატო. ვაიმე, რატომ იყურებ? რას მიყურებ? ასე ვჭამ. მივხვდი, რომ გავა კიდევ დიდი დრო, სანამ კვლავ გავსინჯავ ასეთ საკვებს. ოკეი. კარტოფილი ფრი მშვენიერი და მეც მომინდა ეხლა საჭმელი. მომინდა კარტოფილი ფრითან ნაყინთან. კაილა მომწერა რა? რას მწერს აბა? ანუ ბოლოს გაიმგზავრე? როგორ არის? კი აქ ვარ, კიდევ ვჭამ, ძალიან გემრიელია. ხომ გითხარი, ჰაჰა. ამ საჭმელზე გამახსენდა არ არის კარგად გადათარგმნილი, რადგან ნახევარი სიტყვები უბრალოდ არ წერია. და გამომიგზავნა კასეტოლის რეცეპტი. მე მივდივარ სახლში, ცოტა მოგვიანებით გამოგიგზავნი. კაი. ჩემი მარწყვის სლაში. სად ტუალეტში შევიდა ეს ტიპი, ეს უცნაური ტიპი, რომელმაც არც დამელაპარაკა. ხოდა არ მჭირდება შენი არაფერი. მოგიწონა საჭმელი? კი, კარგი იყო. გჭირდებათ რამე კიდევ თუ მოგიტანოთ ანგარიში თუ შეიძლება. რას მაჩქარებ იქნებ მინდა კიდე ვიჯდე აქ. კაი, მოვალ წუთზე, კარგით. მადლობა. კაი, ანუ ვერ ვდგები სანამ ფულს არ დავყრი, გაიგეთ? თქვენი ანგარიში სულ $7 და $6. დავუტოვოთ 15% ჩაიზე. კაი, მოდი დავუტოვოთ 15% ძალიან ცოტაა რა. ჩაის დავუტოვებ. ბროუქი ვარ, მაგრამ მაინც კეთილი ადამიანი ვარ და
ის ტიპი გავიდა? ის ტიპი გავიდა, მაინც ვერ შევამჩნიე. აჰა, მოაბსოლუტ უნდა და წავიდა. ეს ტიპი კიდევ მანძარი, ჭამს თავის ბურგერს, ალბათ ძალიან მოიწონა. მაიცადე, აქ კარი ხო დაკეტილი მქონდა. იმედია ის ტიპი აქ არ შემოვიდა. ჯანდაბა ვინ არ კეტავს კარებს? აქ ვინმე ხო არა? აქ ჩემი ის არის. საწოლი. აბაზანის კარი რატომღაც გაიჭედა? Oh my god, ეს რას ნიშნავს? გაიჭედა თუ ვიღაცა არის შიგნით. Fuck, არ ვიცი. კაი, წავედით, აბაზანი ხოდი. დავგაზოთ. ცოტა ფრთხილად, უკან შეხედე, არ ჩანს არაფერი. კაი, მედი არაფერს არ დავეჯახე. საღამოს 8 საათია უკვე. მინდა მოვნიშნო ამ პარკის ლოკაცია. მაგრამ მე არ მინდა რომ ვინმე ეძებო საშინელებები, რომლებიც ვნახე ამ ტყეში. ვაიმე, ხმერთო. ვერ ვიტყოდი რომ კარგად ვატარებდი. აგარი ღადაობა. სად უნდა გავაჩერო? რაღაც ჭიშკართან მიაყენ. ანუ აქ ხო შეიძლება? ცოტა ტორმოზი როგორ არის, არ ვიცი. всё. არა, აქ გავჩერდე. ან ტუალეტის კარი კიდე დაკეტილია, ხო? ვაიმე, ეხლა არ თქვა, რომ იქ რაღაც ჯანდაბა იქნება. მაიცა. ჩანთა ხო უნდა ავიღო, ხო? რისთვის მეძელევა კიდე? დამაჩება, ვაიმე, როგორ ბნელა, ეს ხო არა ის კოშკი. რაღაც ბუზები დაფრინავენ. მე ვუთვალთვალებ ჩემ ფურგონს. აქ რაღაც ნაგავი არის. აქ შესვლა აკრძალულია. კარგით, აქ უნდა შევიდე, ეხლა გამოდის. ბიჭო, ვინ ხარ შენ? ჯანდაბა, შემაშინე. ვიფიქრე რომ ერთ-ერთი მათგანი ხარ. რა? შენ შემაშინე. ღმერთმა დაგვიფაროს. რა? უკვე სტრეინჯი ტიპია ძან. იარაღით თან ხელში. თუ შეიძლება შევხედავ თქვენს ნებართვას თუ შეიძლება. მე ახალი თანამშრომელი ვარ, აქ გადამიყვანეს, მიბრძანეს აქ რომ მეთქვა. კამერა გამეთიშა და არ ვიცი რა მომენტზე გავჩერდით და კიდევ როცა მიხვალ კოშკამდე არ დაგავიწყდე შეადგინო ამინდის რეპორტი შენ სისტემაში. ასე მიხვდებით რომ შენ მიხვედი და რომ შენთან ყველაფერი კარგადაა. და თუ არ შევადგინე რეპორტი, ესე იგი, მოვკვდი. თუ დაგჭირდება, შეგიძლია დაიკონტაქტო მე-12 კოშკს სამსახურის დროს. კარგი ბიჭია. ეს იქნება შენი უახლოესი საკონტაქტო პირი ყოველი შემთხვევისთვის. კარგი ბილი, კარგი. პატარა რჩევა. უკვე არ მომწონს. არ წახვიდე 1 მილზე შორს ჩრდილოეთით შენს კოშკიდან. რატომ? სახიფათო ტყი არის მან, მეგობარო. ფოცხრები და დათვები, ცუდი საქმეები. რა ცუდი საქმეები? ბიგფუტები, ხო? ოკეი. ვიფიქრე რომ ჩემი შეშინება უნდოდა, მაგრამ ძალიან სერიოზულად გამოიყურებოდა. No service, აქ არ ჭერს ხაზი. Oh my god. ვაიმე? არაფერი არ ბიჭო, სიარულის ხმა მესმოდა. ღამე პირველი. Oh my god. ეს იყო ძალიან გრძელი გასეირნება. კოშკი 11 აქ არის. ოკეი. ესეთი მშვენიერი. რივერი არის. ცოტა სირბილი წავიდეთ, რადგან ეს რა არის? ოკეი. არ ვიცი რა არის, მაგრამ მე-11 ანუ ეს არის. ძალიან შორსაც არ ყოფილა. ცხოვრება სახანძრო კოშკში რთული სამსახურია. უბრალოდ წარმოგიდგენიათ, იყო აქ სულ მარტო კვირაობით. ეს სამსახური არ არის ყველასთვის, მაგრამ ყოველთვის მქონდა ბუნების სიყვარული. ეს არის ჩემი თაუერი. აქაც რაღაცა არის. კაი. საპირფარეშო აქ მქონია. ოკეი, ძალიან მაღლა ვართ. კიდე ერთ კოშკს ვხედავ. როცა კოშკს ეხარ, შენი მოვალეობა დააკვირდე ხანძარს ან რაღაც უცნაურობებს. ოკეი. კაბინა იყო სავსე ხის არომატით, რომელიც მაძლევდა კომფორტის გრძნობას. მე ძლივ სახლში ვარ, შემდეგი რამოდენიმე თვით. ჩავთოთ
დამავიწყდა გენერატორის ჩართვა. ჯანდაბა. ანუ თავიდან უნდა ჩავიდე. ეს არის. ჩავრთეთ გენერატორი, ჩავრთეთ. შვენი ერია. ამის გახსნაც შემიძლია. ოკეი. შემიძლია ჩავთო. ძლივს. In the garbage ყველაფერი. კომპი გვაქვს, შეხედეთ, შეგვიძლია ვითამაშოთ. ეს რა არის? Password-ი. რაღაც უნდა ფლაიერი შევამოწმო, ფლაიერი. რა ხის მაგიდაზე ერთი მითხარი. ეს არის? ვიპოვე password-ი, აი ეს ჯანდაბარი, Iron Bark. აი, მაიცადეთ ახლა. 11. მე 11-ს. ბრონგი? რა? მე გადავებით? Caps Lock-ით ვწერდი, კაცო, Iron Bark 11. რა? მე საიმედო ვირტუალური ასისტენტი ვარ, რომელიც დაგეხმარებათ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ თქვენი კომპიუტერი. მე ვიცი კომპიუტერის გამოყენება რა. კაი, ეს არ მინდა. მე ვიცი კომპიუტერის გამოყენება. აი რას? გაჩუმდებით თუ არა ადამიანო? ასმილოს, ჩვენ უნდა დავიცვათ ყველაზე პრესტიჟული ტყეები ვაშინგტონში. ეს პარკი ითვლება ყველაზე უსაფრთხო ამერიკაში. უნდა დავაკვირდეთ ხანძარს, ყოველ დღე უნდა გავზომოთ ტემპერატურა, ასევე ყოველ დღე უნდა გავზომოთ ქარის სიჩქარე, ჩავწეროთ ეს ყველაფერი და ბლა ბლა ბლა. ანუ მოკლედ აქ მართლა სამუშაოდ მოვედი? აგი აქ არის რაღაცა, ვაიმე. კაი, გაჩუმდი. ვაიმე. რა არის? Because we saw ახალბედა, მე არ ვიცი შენი სახელი, რა გქვია? მე ჯეკი ვარ. დავინახე რომ ჩართე შუქი, უნდა გითხრა რომ მიხარია რომ მე-11 კოშკი ისევ ცოცხალია. ვინ ხარ? მე კონორი ვარ, სახანძრო კოშკი ნომერი 12. ხალხს მადევნებდი? ნუ ეს ჩემი სამსახურია. მომიწია ყურის დევნა შენს ტერიტორიაზე, სანამ მოხვიდოდი. რა მოგიყვანა ამ ზეციურ ადგილას? უბრალოდ ვეძებ ცვლილებებს. გადამიყვანეს აქ Iron Horse-დან. გამოცდილი ყოფილხარ, ესე იგი. ახლა ხვდები, რატომ აგარჩია მიჩმა, აჩმამ. ძალიან დავიღალე. ცეცხლი დაანთე? არა. დაანთე მაშინ ტემპერატურა მალე დაიცემა. შენ ხომ არ გინდა იჯდე და იკანკალო შტორმის დროს. შტორმი იქნება? გავიგე, მადლობა. ანუ ფეჩი უნდა დავანთოთ რამენაირად. ფეჩი სადა? ეს არის ფეჩი. მე ვერ ხედავ კვამლს, უკვე დაანთე? კაცო, ასეთი სწრაფი არ ვარ. ხო, ვიპოვე უკვე ფეჩი. ვაიმე, რას ბზუი, კაცო, მაიცადე. ვაიმე, რითი დავანთო, კაცო, შეშა. ეხლა არ თქვათ, რომ დაბლა უნდა ჩავიდე შეშაზე. რას ბზუი? აქ არ არის შეშა. არ არის შეშა? აი, ჯანდაბას, ანუ მაინც უნდა ჩავიდე დაბლა. სად არის ჩემ ფანარი? აქ დავკეტავ. Oh my god. ანუ ეგ არის, აქ უნდა ვაიმე. ძაბდელა და ძასახი ფათოა. შეშაც. აიმე, აქ იმედი არავინ არ იქნება. აქ პრიპასებია და რაღაცეებიო. კაროჩე, ეს უნდა ავიღო, ბენზინი მგონი გვაქვს ზემოთ. ვაიმე. ისეთი ხმარი. მალე ვიდავიდე ზემოთ. ეს ღამაკლია ვინმე რომ გამეჩითო აქ შუა გზაში. აქ არავინ არ არის. კაი. ბენზინი. ვაიმე! ჩემი ბრალი არა, მანდ არ უნდა. ვაიმე, რატო დაასხა მანდ? განდაბა. კიდე უნდა მივასხა. ეხლა უნდა დაანთო. მიდი ადამიანო. კვამლს ვხედავ, ეხლა დაინთება. ვხედავ კვამლსო. თაველი რო იწვის ახლა ნახეთ. სასიამოვნოა რომ მე-11 კოშკი ისევ ცოცხალია. ისევ ცოცხალი. შენ უკვე აღენიშნე საღამოს? არა. კაი, ეს აქ იყოს. მაიცეს ფანარი. ტემპერატურა 45 და 9. 45? ფარინგეიტით არის. 45 და 9. კაროჩე, მაიცე, რაღაცები უნდა გავზომო ეხლა. სიჩქარე, რაღაც ვიპოვე, ალბათ ეგ არის. აბა, 20. ოკეი. ამინდი როგორია?
მგონი მოღრუბლული ხო თუ არა არ მახსოვს აქ უნდა ჩავწეროთ რამდენი ჰაიკერი შეხვდა დღეს ანუ რამდენი ადამიანი ჩავწერ ნულს რადგან არც ერთი ჰაიკერი არ შემხვდა ანუ პირველი დღე არის და reported B მარსელიჩკა ანუ აქ რაღაც არასწორია აბა რა მინდია კაცო ერთი წამით ნუ ან ცოტათი მოღრუბლულია ხო ძალიან მოღრუბლული არ არის ოდნავ მოღრუბლული კაი მაცელთ ანუ ეს არა კაი მეცა ეს უბრალოდ როგორც არის ეს შოქება როგორ გესმის ახალ ბედა აქ ვარ ვფიქრობ დღეისთვის უნდა მოვრჩე მე-12 კოშკი ითიშება ტკბილი ძილი ახალ ბედა ოკეი ტკბილი ძილი ხო დიო ეგ არის ანუ უნდა ახლა დავიძინო ხო აჰა კაი ვიძინებ 3:26 მაინც დილით ღმერთო ჩემ დილით გავიღვიძე ვერაფერი ვაიმე ვერაფერი ვერ გავიგე რა ხდება შუქი მაინც ჩავრთო შუქი მაინც ჩავრთო რა არის აქ არის ვინმე მეძახის თუ რა მე მინდოდა მოფსმა კაი მაიცა ეხლა არ თქვა რომ დაბლა უნდა ჩავიდე პირველ ღამის გარეთ ყოფნა უცნაურ გრძნობავს იწევდა ჩემში ვიყო სულ მარტო მაშინებდა დაბლა ვერ ჩავდი აქედან რა კაია როცა ხარ ბიჭი მე მთავარია ვიღაცაზე არ დავაფსად ოკეი წავი ვაიმე გლების დაინახეთ ვიღაცა იყო ფანარი დავინახე მაიცა ეხლა არ თქვა რომ მან ვიღაც იყო არა მე არ ჩავალ არ წავედი აქედან შუქს ჩავაქრობ გავაგრძელებ ძილს ღმერთო ჩემო ვინ იყო ის მეორე ღამე ხოლო შენ კარი და დრო რომელიც უბრალოდ მიქრის ყავას ვსვავ სურათის გადაღება შემიძლია კაი გადავიღოთ აი ესე რომ ჩიტებით ჩანდნენ Perfect. Uf. დღისით. ვაიმე. ახალ ბედა, როგორ გესმის? ეს კონორი არის კოშკიდან ნომერი 12. როგორ გესმის? კაი, ნუ ბზუიაგ. კოშკი 11 როგორ გესმის? აქ ვარ. მე მაგას? ბოდიში? ჩვენს დროს არავინ არ იღებს ნებართვას კემპინგზე. შენ ხედავ კვამს ჩრდილოებით შენი კოშკიდან, ჩრდილოეთიდან. კაი, მაიცე შევხედავ. ეს რა არის? კვამლი თეთრი იყო, ესე იგი მან ვიღაცა ანთებდა კოცონს. კი, ვხედავ, ერთი წამ გეტყვი, ახლა ყველაფერს მოგიყვები. კი, ვხედავ. როგორც ჩანს, ეს არის ლეისი ტრეილის სექტორზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული კემპინგ ზონად. ოკეი. ასეთი ხალხი არ სალაგებს გარემოს საკუთარი თავის შემდეგ. აი, გეთანხმები, სადაც არ ვიყავი ბუნებაში, ხალხი ყველგან ყველაფერს აჯვავს უბრალოდ და არ ალაგებს საკუთარი თავის შემდეგ. მეც მეშლის ნერვებს ძალიან ასე რომ გეთანხმები. და ხანძრი საფრთხე უფრო მაღალია ამ სეზონში. არ ხარ უარზე წახვიდე და შეამოწმო. ამ დღეში მარტო. ეს უსაფრთხოა. იყავი ფრთხილად და ატარე თან სპრეი დათვებისგან და ყველაფერი რიგზე იქნება. ოკეი, კონორ დაგიჯერებ. ჯანდაბა ეს არა ვიღოთ. ვაიმე რა ლამაზი ტყე არის. მეც მინდა მან ყოფნა, ოღონდ რაღაც სახიფათო რო არ მოხდეს. აჰა, ბიარ სპრეი ავიღე. სად იყო კვამლი კი მაგრამ? არ ვიცი სად მივდივარ, მაგრამ გონი აქეთ. დათვები. Oh my god, აი დათვებთან მისვლა არ მინდა ეხლა. არ მინდა რომ შემჭამონ აქვე. 8:27. მაინც ასე სწრაფად გავიდათ. რატო დაღამდა? მარტო ეხლა იყო დილა, მარტო ეხლა იყო, ხო არ მეღადავები. ფანარი რო არა ვიღე. ჯანდაბა ფანარი არა ვიღე. და ვიღაც ყვირის. სად ვარ ვაფშე ეს რა არის? No camping, короче. აჰა, ვიპოვეთ. ეს კემპინგი ღმერთო ჩემო, ასე მალე რა. ვაიმე. ეს რა არის? გული გამის ჯერ ეგეთი მეგონა რომ აქ ვიღაც იდგა, მაგრამ არა, ხე არის მარტო.
კაცრავად. მაიმე ვიღაც სტვენის ვიღაცა. ფანარი. ეს როგორ ავიღო, კაცო? სხვის ფანარს ვერ ვიღებ. ანუ მარტო ეს მაგ. ვაიმე, ეს რა არის? იმედია ყველაფერი კარგად გაგვსო. მიპასუხე, როდესაც აიკითხავ ბოდიში კეი. რომ ჩემ სექტორში ცუდად იჭერს ხას. ეს ლამაზის, ვაიმე, ეს ჩემი ლამაზი სურათები გავაგზავნე. და მადლობა რეცეპტისთვის დღეს ცდი. და ვინ სტვენის, კაცო, fuck off. ვაიმე, ვინ სტვენის? ვინ არის აქ? ვინ არ პასუხობს? ვინ არის აქ? ტერიტორია იყო დაკეტილი. ანუ რა უნდა მე ხანძრე ვარ. ანუ ჩემი ხელები იყო დაკავებული. ჯანდაბა შენი. აი ეს, მაიცა სადა? ტბა. ოკეი. ავავსოთ წყალი. ვერაფერს ვერ დავინახავ. ფანარი არ წამომიყია, მე რა ვიცოდი რომ სიბნელე იქნებოდა. დღე იყო როცა ეს ყველაფერი მოხდა. ოკეი, გარბეჭში. რაცია, დანა. ვაიმე, კანტა დავბრუნდე ხო? ამ სიბნელეში. ჯანდაბა თქვენი. თავარია. ვაიმე. ისევ გავიგე რაღაც ხმა. არ ვიცი რა არის. სანამ ბრუნდები ჩემს კოშკზე სიბნელეში, მე ვერ მშორდებოდა გრძნობა რომ რაღაც არ იყო კარგად. ხო, მეც არ მშორდება ეს გრძნობა, რადგან სულ მესმის ვიღაცის სიარული. ჩემი ტვინი ფიქრობდა თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ძალიან უცნაური რაღაცები ხდება. ცერიელი კემპინგი, ვიღაც ყვიროდა და ვიღაცის სიარულის ხმა მესმოდა და ვიღაც ტვენდა თან. ჩემი თავერი. მალე. ტუალეტიც უნდა შევამოწმო. ყოველ შემთხვევისთვის. კონორისთვის უნდა და მომეყვა ცარიელი კემპინგის შესახებ. კონორ, შემოძმაო. კონორ, როგორ გესმის? ხმამაღლად და კარგად. ახალ ბედა, მე უბრალოდ ვიცხელებდი საჭმელს, მაგრამ პირველ რიგში როგორ მიდის შენი საქმეები? კემპინგზე საუბარი. მე кайფებიო? არა, კონორ, შეხვდები ვაფშე ამ ხო, ისინი არასდროს სწავლობენ, ხომ ასია. რაზე საუბრობ? მე დავიღალე ამ ნაძირალებისგან, ეს აუტანელია. ხშირად ხდება ასე? ეს უკვე მესამეჯერაა ამ თვის განმავლობაში. კიდევ რამე შეამჩნიე ამ ტყეებში? ყვირილის ხსენება. კი, რა თქმა უნდა, ყვირილზე უნდა ვახსენოთ. ყვირილი? ალბათ ეს ერთ-ერთი იმ წითელი მელიებიდანაა, თითქმის ისეთივე ყვირილის ხმა, თითქოს და ქალი ყვირის, მაგრამ ქალი არ ყვიროდა. ეს იყო კაცის ყვირილი. მე არ ვიცი რაზე საუბრობ. არ ვიცი რაზე საუბრობ ახალ ბედა, მაგრამ მსმენია რეინჯერებისგან, რომ ბოლო დროს ბევრი ტურისტი მოდის ამ რაიონში, იმ ბავშვების გაუჩინარების გამო. ბავშვები დაიკარგნენ ამ ადგილას? ერთი თვის წინ ისინი წავიდნენ კემპინგზე ოჯახებთან ერთად, შემდეგ უბრალოდ გადავიდნენ ბილიკიდან და გაქრნენ. არანაირი კვალი გვაქვს იმ მომენტიდან. რა მოვიდათ იმ ბავშვებს? ჩვენ არ ვიცით. მშობლებმა თქვეს, რომ რაღაც სტვენა აიძულა ბილიკიდან მოშორება. ის ტვენა, რომელიც ჩვენ გავიგეთ, ხო? Oh my god, უფრო სტრენჯი ხდება ამის შემდეგ ამ კოშკზე მუშაობა. ხალხმა დაიწყო ჭორების გავრცელება, რომ ამ ტერიტორიაზე არსებობენ ვიღაც არსებები. ვიცი ჟღერს დაუჯერებლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ჭორები შეაშინებს ხალხს, მაგრამ როგორც ხედავ, ყველაფერი პირიქით მოხდა. ზოგჯერ მარტო მინდა, რომ ეს სიმართლე იყოს. როგორ? ამ კონორთან ცოტათი ნაკლები მაგნდობა. ამ სიტყვების შემდეგ. ნუ ეხლა უკვე იცი რატომ ეძებდა მიჩი სასტრაფოდ ვიღაცას მე-11 კოშკისთვის. ეს შემაშფოდებელია. ჰეი, ახალბედა. იმედია შენ არ გჯერა ამ ჭორების, ხომ? რა თქმა უნდა არა. მშვენიერია. ყოველი შემთხვევისთვის მადლობა ყურადღებისთვის. ოკეი, აქ სტრენჯულია, როგორც კაილა მოგწერა. ვაიმე. მაცალე.
ბიჭო. ღმერთო ისეთ ლამაზი ხედი ამ შურს, ნახე რა მივიღე სახში. დედამ მოამზადა იგივე კასეროლი. ამ სურათს რო ვუყურებ, კუჭი მიღრიალებს. ახლა ვცდი ამ რეცეპტს და არ გაიგზავნა, რადგან no service ხედავთ. ანუ მაიცე, ახლა cooking master-ი უნდა მოვაწყო. ოკეი, კასერ, მაიცე, რა იყო რეცეპტში? პასტა დაგჭირდება, соуსი, პეპერონი, მოცარელა. მოკლედ, ესეთ რაღაც უნდა გავაკეთო. მაცივარი სადაა? ეს არის. ბაიბი, პაწუკა, მაცივარი. ტომატი ხო ესა? როგორ დავდო კაცო? აჰა, პასტა ვიპოვე. აი, ყველა ინგრედიენტი. ეს რა არის? ეს მგონი ის არ არის. რაც გვინდა? ეს რა არის? პეპერონი. შვენიერია, პეპერონი გვჭირდება. რა გვჭირდება კიდე? მოცარელა, სად არის? აჰა, ვიპოვე. მოცარელა. მქონდა გრძნობა რომ რაღაც აკლია. ნუ, ვაიმე ეს არა. როგორ გადავაგდო? ბეკონი, არა. აი, ტომატები. კაი, ჩავდოთ ხუმელში. ახალბედა მან ხარ? ახალბედა. მაცალე ბიჭო, აქ ვთოხლაობ, რა ვერ ხედავ. რა? ხალხამ წვიჩივლე ხელისუფლებას იმ ტიპებზე. რა თქოს, ნუ ნერვიულობ, ტყის სამსახური მოაგვარებს ამ საქმეს ხვალ დილიდან. იმედი აიპოვიან და გატყეპავენ ხელებს. ოკეი, იმედია. მეუთვალთვალე აქედან, ხოლო შენ არ დაკარგო სიფრთხილე, რაც ეხება ამ საქმეებს. ოკეი. ეს წავიდეთ დასაძინებლად. კაი, გავიგე, რომ უნდა ის გავზომო ყველაფერი, სად არის ეს ჯანდაბა კაცო? ქარის გაზომვა მომწონს. მაგარი არის. იმედი არ ნახოთ 17. ოკეი. დღეს 17 ვაიმე კარს დავკეტავ რადგან აი ვაიმე იქ რაღაცას ვხედავ თუ მომეჩვენა ვაიმე არავინ აქ არ იყოს არ დამღუპოთ ეს რა არის კიდე რაღაც კოშკი აჰა კოშკი აღარანთია შუქი იმ კოშკზე რადგან კონორი წავიდა დასაძინად კაი 17 იყო აი მეცადე მოვნიშნავ ეხლავე ტემპერატურა გაჩერდი კაცო გრადუსი 50 და 4 ვაიმე ვეზერი არ ვნახე ისეთივე ანუ მოღრუბლული ჩანს ესე ვთქვათ ჰაიკერი აი არავინ ვერ ვნახეთ მაგრამ ვიღაც სტვენოდა მოდით აქ ერთს დავწერ რადგან კემპინგზე ვიღაცა იყო ეხლა მარსელიჩკისგან არის ეს რეპორტი სწორია ყველაფერი ოკეი ეს თამაშია შეგვიძლია ვითამაშოთ ეს არ შეფერებია ეს რა არის მაცალე კაცო ეს რა არის კარი გამიგეკეს ბაბა ვაიმე კაუნტერი გამახსენდა ამაზე ცოტა არ იყოს აი რაღაც მსგავსი ისინი არის რა ჰოპა აუ მინდა კაუნტერის თამაში ხეჩოტებს ვადებდი მახსოვს მაგრად და ვაიმე აქ არ მთავრდება ხეჩოტი დავადე ხედავთ წარი ვაიმე მომკლავს ახლა მე აქ ვმუშაობ თუ ვთამაშობ ან ვერ მივხვდი გამზადდა მე მიყვარდა ჭამა საწოლში ოკეი ვაიმე მახსენდება პირველი თამაში მარტო სახში რო ვთამაშობდით მან ზუსტად მასე ვიჯექით ოღონ დივანზე ვჭამდით რაღაც მაგდა გვარს და უკან ვიღაცამ გაიარა მაგრამ ახლა ყველაფერს ვხედავ და არაფერი არ ხდება მე გითვალთვალებთ შეჭამა ეს მაც ვარ ჩავლო ხო აჰა შენიერ სიცივე იწყებდა და გადავწყვიტე დამენთო ფეჩი ღამით ხო და რა თქმა უნდა შეჭა არ წამოგიღია დღისით ხო ანუ ისე უნდა დაბლა ჩავიდე სად არის ჩემი ფანარი სპრეით ხო არ ამეღო რა ვიცი ხო იცით ახლა ყოველი შემთხვევისთვის დათვებისგან და სახიფათო ხალხისგან აჰა არავინ არ არის სტვენა მესმის თუ მომეჩვენა მართლა მესმის სტვენა ვინ ხარ? სიარულის ხმა მესმის. ვინ ხარ თუ რო კიდო? წინ ჯერდებაში. მალე ეს. აი მის რანელა დარბის გეფიცებით. გადი აქედან.
ვინს ტვენს, კაცო, მეშინია. განსაკუთრებით იმ თამაშის მერე. კაი, ბენზინი. ნუ, თან არის გარბეჭი. სანამ დავიძინებდი, უნდა დამეკეტა. ეს ხის უიმე, ამის გარეშე მე გახსნილი როცა იყო უფრო მომწონდა, იცით? აი თითქოს და ჩანს რას აკეთებ. კარგად უნდა შევამოწმოთ, იქნებ ის ტიპის ტვენს სადღაც ჯანდაბაში. და ვინ არის ვაფშე? მე გითვალთვალებთ აქ. 2:23-ის ნახევარზე გავიღვიძე ისევ. მე გავიღვიძე რაღაც გრძნობისგან, რომელიც მაიძულა თვალების გახსნა. ვერც არაფერი არ ჩანს. ვაიმე! ეს რა არის? ვაიმე! ამ ღამეს იყო რაღაც გაუგებლარი. ვინ ხარ? ეს ვინ არის? ბიჭო, ვიღაცას ვხედავ. რაც აკეთებს, ღმერთო ჩემო, არ ვიცი. ვინ ხარ? გრძნობა მქონდა, რომ ვიღაც მithვალთვალებდა. Oh my god, ეს ღმერთო ჩემო. ვინ ხარ? რა გინდა? არ ვიცოდი რა მეფიქრა ამ დროს. ერთადერთი ლოგიკური რამ, რომელიც ვიფიქრე არის, რომ დამერეკა კონერისთვის, ხო? კარგი აზრია. გაიძიეთ აქედან. კონორ ადექი. კონორ, როგორ გესმის? აქ ხარ? შენ იცი რა დრო არის ახლა საერთოდ? იქ რაღაც არის ჩემს კარებთან. კონორ მეშორე. და რომ დაიცადოს დილამდე შეიძლება? არ შეიძლება. იცი რას გეტყვი ახალბე და ჯობია დაიგნორო ეს ბავშვები, რომლებიც სისულელეებით არიან დაკავებულნი. მე ვფიქრობ, რომ ეს ზუსტად ისაა, რის გამო დაიღალა მარლი. არ ვფიქრობ, რომ ეს ბავშვების გაკეთებულია. მართლაც ჩვენ უკვე ვნახეთ, ვინც იყო და რა იყო. ამ ბავშვებისგან ყველაფრის მოლოდინი შეიძლება იქნებ საშიშ ფილმებს უყურებენ და ფიქრობენ, რომ ეს სასაცილოა. გრძნობა მაქვს, რომ ეს რიტუალია. მოდი ახალბე და არ ავღველდეთ. ჩვენ ვართ უდაბურის ცენტრში. ეს კონორი გეუბნებით რაღაც არ მომწონს. უცნაური რაღაცებს ამბობს და კი გიასავით. აი რას გავაკეთებთ? მე ვინმეს გამოვაგზავნი ხვალ და ყველაფერს შეამოწმებს. ხოლო ახლა უბრალოდ დაკეტე კარი, ღრმად შეისუნთქე და დაისვენე. ჩვენ ბევრის გაკეთება არ შეგვიძლია სიბნელეში. ჯანდაბა მაგის კონორ დადგება დღე და შენ ვერც შეამჩნევ როგორ სწრაფად ჩაიარა დრომ. ხო, დილამდე თუ გადავრჩები. შეეცადე დაიძინო ჯეკი. ჯანდაბა. კონორის სიტყვებს არ ჰქონდა აზრი. სხვა გამოსავალი არ გვაქვს დავიძინოთ. შემდეგ დღეს გავიღვიძე, ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული იყო თუ არა. წინა ღამე რეალური თუ უბრალოდ სიზმარი იყო. კონორი ცდილობდა ახსნას, როგორც უვნებელ ხუმრობად ვიღაც ბავშვების. მაგრამ იმ ღამეს იყო რაღაც, რაც მეჩვენებოდა პირქუში. იმ ტყეებში ხდება რაღაც უცნაური. Oh my god. ეს უნდა გავწმინდო, თორე არაფერი არ ჩანს. ეს რა არის? ბიჭო, ერთი წამით. ეს რა ჯანდაბა იყო? ვიღაცამ რაღაც ისროლ, მაგრამ ისევ ღამეა? ღმერთო ჩემო, ისევ ღამეა, რატო არის ყოველთვის ღამე აქ? Hello? Is anyone there? Hey, ვინმე არის აქ? I need help. დახმარება მჭირდება. Oh my god. Please, someone answer. ეს კონორი არ არის. გეხვეწებით ვინმე მიპასუხეთ. ღმერთო, ეს რა ვინ არის? Hello? Can anyone hear me? Hey, ვინმე ესმის ჩემი? ეს ჯეკია კოშკი ნომერი 11. ღმერთო, მადლობა, მე დავიკარგე და მე ნამდვილად ვიწყებ გაგიჟებას. რა ხდება? I don't even know where to მე start. არც ვიცი საიდან დავიწყო. მე წავედი ამ ტერიტორიის კვლევისთვის და დროის შეგრძნება და მეკარგა. ხოლო ახლა ღამეა და ვერ ვიხსენებ გზას ჩემს სატვირთო მანქანისკენ. ფიქრობ მე დავიკარგე. და რა? მე არ მინდა არც აწასვლა. შეგიძლიათ აღწეროთ რა გაცვიათ. ახლა მაცვია წითელი კურტკა, კამუფლაჟის შარვალი და მწვანე ჩანთა. სად იმყოფებით ახლა? გავიარეო რაღაც მდინარესთან, პატარა მდინარესთან. შეიძლება აი ის მდინარე არის, პატარა ხიდი რო აქვს ზემოდან. მადლობა ღმერთო, ვხედავ. რას ხედავთ? მოიცადეთ რუკას შევამოწმებ და დავბრუნდები. საჯანდაბაში ვარ.
ესე უფრო კარგად ჩანს. საჯანდაბაში ვარ. მე-11 კოშკი სად არის? მაიცადე ბიჭო. Are you still there? Both of these trails. კაი, მაცალ, მე რა ვიცი, სადა. დადით მარცხენა ბილიკით, არ ვიცი რა. I knew it. I thought it looked familiar. აჰა, მე ასეც ვიცოდი, მაშინვე ვიგრძენი რომ მეცნობოდა. საკუთარ თავს არ მივენდობდი ამ არჩევანს, მადლობა დახმარებისთვის. მეც არ მივენდობოდი ჩემ თავს. არაფრის. მოვკალით ტიპი. I'm right here. აქვე ვარო. რა? I hear you. მესმისო შენი. მე მესვი შენი სტვენა. ეს არ ვარ მე. What? რა? I see you behind the trees to my მე right. ხედავო ხეების უკან ეს არ ვარ მე. You're freaking me out. რორი ვინ ხარ? სპრეი სადა? სპრეი ბერებისგან. ბერები. აი ეს. ვინ ხარ? ვინ არი ეგ? შენ ხარ? ჩემო ძმა. ჩემი კაი რას აიკეთებდი ამდენი ხანი? უსასრულოდ გიკაკუნებდი. თხოვეს რომ შენ შეგამოწმო, რითი ხარ დაკავებული მანდ მეგობარო. ვეხმარებოდი დაკარგულ ტურისტს. ასე გვიან? ღმერთმა დალოცოს იგი ძალიან. აი ეს ტიპი ძალიან მეუცნაურება, აი ძალიან strange ხარ მენ, ხო? ყოველ შემთხვევისთვის მოგიტანე მარაგი კოშკისთვის, უბრალოდ ნივთები პირველადი დახმარებისთვის. ოკეი? აი ღე გონებას დავკარგავ ეხლა თუ გავაგრძელებ ამის დაჭერას. კაი, ავიღებ. კაი, ჯანდაბას ავიღებ. კაი, შეგიძლიათ წახვიდე, მადლობა. წადი. რას აკეთებდი წინა ხამეს? საიდან იცის? რას გულისხმობ? ნუ მან ჩრდილოეთით, რა გინდოდა მანდ? მე არ ვისეირნებდი მანდ მეგობარო. უნდა შემემოწმებინა კვამლი კოცონისგან. ღმერთო გვიშველე და გვიფარე. ნუ კაი, გასაგებია შენი ყველაფერი. საზღარი საქმეებია მანდ მეგობარო. ფოცხურები და დათვები. სმენია რომ კარგად არ იყავი, ახლა რიგზე ხარ? ვუთხრა თუ არა თავის ქალაზე. რიტუალებს რო აწყობდნენ აქ. იქნებ დაგვეხმარება. ან არა, არ ვიცი, შემიძლია ვენდო ამ ტიპს თუ არა. კაი, თავის ქალაზე საუბარი. ღმერთო გვიშველე და დაგვიფარე. კაი, გასაგებია. სურათი გადაუღე სანამ მოაშორე. ამაზე ვაფშე არ მიფიქრია. არ მიფიქრე, აი ხო, არ მიფიქრია ამაზე. ყოველი შემთხვევისთვის გვიანია, უნდა წავიდე, უბრალოდ გააგრძელე დაკვირვება. მადლობა მარაგისთვის. კარგად იყავი. ცნაური ტიპია ძალიან. მინდა გითხრათ. და ის ტიპი და იმ ტიპს რო ვესაუბრებოდით. Oh my god. ჯანდაბა, აღარ არის ის ტიპი. всё. მე ძალიან მშიერი ვიყავი იმისთვის რომ დამეძინა. აჰა, გასაგებია, ანუ უნდა. ის საჭმელი ხო გვაქვს? ვა, ეს იხსნება. გავაცხელებ მაშინ და ეგა. კაი, ამას გავზომავ ჯერ. არავინ ხო არ არის? 26. ვაიმე. გული მისკდება. ცოტათი ღრუბლიანი ამინდი არის. ჰაიკერი 1, რადგან ვიღაც დაგვეკონტაქტა. სუბმით. ჯანდაბა. ეს მაშინ. ნუ რა ვიცი, მაშინ ნებისმიერ რა მივუთითო და ესე გავარტყ. ქარიანი. მარტივ სასახურია კაცო. კაი, წამოდით ვითოხლავთ ახლა რა ძალიან. რეალურ ცხოვრებაში მომშივდა უკვე იმდენი ხანია ვთამაშობ. მე შევიდე ჩატში. ამას მე გავრეცხავ როდესმე. ჯანდაბა. სიცივე მატულობდა და გადავწყვიტე ფეჩის ანთება. და ისე უნდა ჩავიდე დაბლა. და ავიღებ ფანარს. რაღაც გრძდება, მაგრამ რაღაც ახლა ვითომ მოხდება. დათვებისგან სპრეის ხო უნდა ამეღო, მაინც ახლა. აქ არავინ არ არის. არაფერი არ ხდება. არავინ არ დგას. ტუალეტში? არავინ არ არის ტუალეტში, არავინ არ ფსავს აქ ჩემს ტუალეტში, ხო? არანაირი დათვი. და ვაიმე, ამ ოთახში სულ მეშინია ხოლმე შესვლა, მგონია რომ რა ჩემ ფეხებს აკეთებ აქ? ვაიმე. ღმერთო გული გამისკდა მართალ გეფიცებით. აი, გულმა მიგრძნო რომ რაღაც ცუდი მოხდება, მაგრამ არ მეგონა რომ ასე გამახტებოდა სადღაც ტრაკიდან.
ძალიან შემაშინე. ხვდები რომ მარტოობა შეუძლია შენი გონების მართვა და ბოროტი ხუმრობების თამაში. რა? შენ ხარ ჩემი ბოროტი ხუმრობა, გაიგე? ვინ ხარ ვაფშე? არ არის საჭირო შეშფოთება. თანამშრომელი ვარ, მე უბრალოდ ვატარებდი რეგულარულ ტექნიკურ სამსახურს რადიო კოშკზე ახლო-მახლო. გასაგებია. ვიფიქრე მივესალმები ახალ ბედას, რომელზეც ყველა ლაპარაკობს. ყოველთვის მუშაობ ასე გვიან, შვილო. ყოველ კვირას. ჩვენ უნდა დავწმუნდეთ, რომ საჭირო შეტყობინებები მიდის საჭირო ადგილამდე. მეთანხმები? გეთანხმები ხანძრის რისკი მაღალია ამ სეზონისთვის. აბსოლუტურად, მაგრამ ზოგი ხანძარი იმისთვისაა განკუთვნილი, რომ დაწვას და ვერცერთი მომზადება ვერ გააჩერებს მათ. რისთვის მეუბნება ამას? აი ყველა ამ თამაში ყველა ტიპი ძალიან უცნაურია. რას გულისხმობ? ბუნებას თავისი გეგმები აქვს. ზოგ საქმეს ვერ გააკონტროლებ, როგორც არ უნდა ვეცადოთ. და ზოგჯერ სტიქიური უბედურებები უბრალოდ არის გაწმენდის სხვა ფორმა. გზა დედამიწის გასაწმენდად. უნდა დავბრუნდე კოშკზე. კბილი ძილი ჯეკ. იმედია კარგად გამოიძინებ, მაგრამ გახსოვდეს. რა უნდა გახსოვდეს? შენი ცნობის მოყვარეობა შეიძლება მოგიყვანოს იქ, სადაც ჯობია არასოდეს ჩაყოცხვირი. კარგი ბატონო. კარგი. ნახვამდის ჯეკ. ნუ არასდროს აღარ შევხვდებით, ხო? იმ კაცისგან იყო ყველაზე საშინელი გრძნობები. ხო, და უბრალოდ წავიდა ტყეში. შეხედეთ, ან ბილიკზეც კი არ კაი, ჯადაბა შენ. უბრალოდ ტყეში წავიდა. კაი, ჯადაბას. მე გითვალთვალებ, შეუცნაურო ტიპო. კონორს ჯერ არ ზინავს, უნდა დაველაპარაკოთ. ვაიმე, აქ ვიღაც იყო? კარი დავკეტოთ. ჰოპა. მგონია რომ ერთხელ ამ კოშკს დავწავ. ჰოპა. ავანთე, შვენიერ. მე ვხედავ კვამს, რომელიც გამოდის შენი კოშკიდან. ოღონდ არ მითხრა, რომ მან დარხარ. ახალ ბედა. მან ხარ? კი, აქ ვარ, კაცო. კონორმაც იფიქრა, რომ კოშკი დავწვი. როგორ გესმის ახლა? აქ ვარ. ძლივს. მე უკვე კაი ხანია ვცდილობ შენთან დაკავშირებას. სად იყავი? ვაიმე, ღმერთო, უკვე ყელი მტკივა, იმდენი. უკვე იმდენი ტექსტია ამ თამაშში, რომ გეფიცებით ყელი მტკივა უკვე. დალაიქეთ გეხვდებით ეს ვიდეო. დაბლა ჩავდი შეშეს ამოსატანად. შეშას არ სჭირდება ამდენი დრო. შემხვდა რადიო კოშკის თანამშრომელი. შეხვდი ვის? კაცი, რომელიც ყურს ადევნებს კოშკს ახლო-მახლო. კონორ? ეს გუშინდელზე ამბობ? რას გულისხმობ? შენ ცდილობ ჩემს მოტყუებას? რას გულისხმობ? ის რადიო კოშკი არ მუშაობს უკვე რამოდენიმე წელი. Fuck. მაიცა იმ ტიპმა მოგვატყუა. მაიცადე, აბა ვინა? ის დაიკეტა რამოდენიმე წლის უკან, იმის შემდეგ რაც ელვა მოხვდა. ხოლო რემონტი შეიფასა ძალიან ძვირადღირებულად. მაშინ ვის დავლაპარაკობდი? მისმენე, თუ რასაც მეუბნები ეს სიმართლეა, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი იმ სულელიდან, რომელიც ცდილობს შენზე ხუმრობას. ის იცოდა ჩემი სახელი. ვაიმე, მართლა იცოდა ჩემი სახელი. იცოდა შენი სახელი? ვფიქრობ, რომ გვისმენდა ჩვენ? დიდი ალბათობით. ან უკვე ჩვენზე იცოდა რაღაც, მოკლედ არ ვიცი. სავარაუდოდ. როცა კვლავ დაინახავ, აიღე მისი მონაცემები ან გადაუღე სურათი. უნდა გავიგოთ დეტალურად. კაი, დაიძინე ხო? აი, კარგად. კარგად იყო. შემიძლია დავიძინო. კაი, ჯანდაბას დავიძინო. ჩემი შფოთვა იზრდებოდა ყოველი დღით. უცნაურობებს, რომლებსაც ვხედავდი ამ ტყეებში, არ იყო საკმარისი, რომ გამოეწვიათ შეშფოთება. თუმცა ეს მალე შეიცვლება. 2 ღამის შემდეგ. ანუ კიდე 2 ღამე გავიდა. ანუ ჯერ კაია, ცოცხალი ვარ, კაია. მომწონს. წვიმს, გარე წვიმს. ახალ ბედა. გექნება 1 წუთი, რა თქმა უნდა. კარგი ამბები მაქვს, ბლა. ახალი სისტემური განახლება გვაქვს კომპზე. ვფიქრობ, მეტი ჯაშუში არ იქნება. მადლობა. იმედია რაღაც ჯანდაბები არ მოხდება. რაც არ მგონია. მაინც სისტემური განახლება, ხო? ვაიმე, ეხლა აქ რაღაც სისტემური განახლება. Help. აპდეიტები უნდა გავაკეთოთ ახლა. მე რა ჰაკერი ვარ თუ ვინ ვერ გავიგე. თქვენ ძლივს ვიპოვე რა. Oh my god. ძლივს. გეფიცები 15 წუთია ვსივარ და ოიმე.
ეს რა არის? შუქი, oh my god, შუქი გაითიშა ღმერთში. დაუწვი ყველაფერი, ხო? გაფუჭდა ყველაფერი. რა გავაკეთო ახლა? შუქი. ხო, შუქი მაიმე ფანარი. აუ, თქვა რომ გენერატორი უნდა ჩავრთო, რომელიც დაბლა იმყოფება. ნუ ჯანდაბას, კაი. გენერატორში დამთავრდა ბენზინი. Oh my god, არა. ძალიან დაუსველდი. ვაიმე, იმედი აქ ეხლა არავინ არ იქნება. იდით ცოტა მალე. ეხლა ფრთხილად აქედან გავიდეთ 1 2 3. არ დარბის, პროსტ არ დარბის. აი, თამარს უნდა რომ კარგად ვიგრძნო. რომ სახიფათო ადგილი არის ძალიან. აჰა, კაი, ჩაბასხად. ამუშავდა ხო ყველაფერი? შვენიერია, წავიდეთ სახში ხომ მალე. ტუალეტში მინდა. აუ, ჯონდაბო, რა ტუალეტში გინდა, შეშვილო. რა დროს ეს რა რეალა შეხედეთ? აუ, აქ უნდა დავიბალო ხო უეჭველი მერე, ვაიმე. და არ შემიძლია ხმამაღალად ვისაუბრო, რადგან გაგვიგებენ. აივე, ვერდო. ჯანდაბა ბენზინი არ გვინდა? წავიდეთ აქედან. ტუალეტშია. სულ დამავიწყე და უნდა მოვფსა. მიდი მოვფსე. აი. გავაკეთე ჩვენი საქმეები ძალიან ხმამაღალად ვსაუბრ, როგორც ჩანს. ძალიან დიდი ხანია აბსოლუტუნებ. წავედით, არ მინდა აყოფნა. ამ საშინაო ამინშითან. გავიდა 1 კვირა, დრო ჩაიფრინა სწრაფად. კონორის გენერატორი იყო რემონტზე, ეს ნიშნავდა იმას, რომ მე მიწევდა თვალის დევნა მის ტერიტორიას შემდეგი 2 დღე. როცა არ იყო ხანძარი, ერთადერთი, რასაც ვაკეთებდი, ვამოწმებდი კონორს 2-ჯერ დღეში. ჭორაობდი ანუ რა. ეს იყო ერთადერთი მომენტი, როცა ვესაუბრებოდი. თუ არ ვესაუბრებოდი საკუთარ თავს. ვაიმე, აშკარად გიჟდები უკვე აქ ნელ-ნელა. ვაიმე, კიდე ერთი. რა არის? ვიცი, უკვე რომ გვიანია, მაგრამ შენ მოგინდება ამის ნახვა. ვაიმე, არა. არ მინდა ამის ნახვა არაფრის. ჯეკი. გაიხუძე. როგორც კაი, უნდა ავდგე. ვეღარ დავიძინებ. მადლობა, კონორ. არაფრის ნახვა არ მინდა. რა ჯანდაბა გინდა შენ? რა გინდა, კონორ? კევასმეს. კაი, აი რას გეტყვი. მე საერთოდ არ მაქვს ეხლა მაგაზე ძალა. ვითომ მე მაქვს რა, მე ვაფშე მეძინა. მე აქ ვიხეოდი შუაზე, ვმუშაობდი ამ ძველ ნაგვის გენერატორზე და ვხედავ ამას. ვხედავ კიდევ ერთ კვამს ჩემგან დასავლეთით, მგონი გაგვიჩნდა კიდევ ერთი ტურისტი. გასაგი. მგონი ეს შენ სექტორშია. შეგიძლია დაინახო კემპინგი შენი კოშკიდან. ახლა ვნახოთ. სად არის ჩემი რა ქვია ბენოკლი? შუქი რომ ჩავთოთ შესაძლოა. ვაიმე? კონორ მაცალე. და იცი რა? მე არ მაქვს ძალა იმისთვის რომ გავუმკლავდე ამ ჯანდაბას დღეს. ნებას მოგცემ რომ შენ გაერკვე ამაში. რას ქვი ერთი წამი? ანუ გასაგებია კონორ, შენ არ დამეხმარები ხო? მაგრამ კიდია ხო? თუ ამჟამად არ გაიქცევიან, სურათი გადაუხე სახეებს და პასპორტს. და თუ სიტუაცია გაუარესდება, არ შეგორცხვეს და უკავშირდე დახმარებისთვის შტაბ-ბინას. შემეხმიანი ხვალ დილით, მე შევეცდები ცოტა დავისვენო. მე მადლობა კონორ. შუქს ვერ ვთავ. საიდკენ არის? აქ. მაინც ეს არის რაღაც კვამლი. მაცალეთ ახლა ეს არ ვიცი რა მეფიქრა. ეს რა შეფაღებია, კაცო. ერთადერთი რამ, რასაც ქონდა მნიშვნელობა იმ დროისთვის დამეფიქსირებინა მტკიცებულებები. რიტუალი ხდება, გეფიცებით, ეგ რა არის? ვიღაცას წვავენ. და ვაფიქსირო ხო? ანუ ფოტოკამერა მჭირდა. რატო ვერ? ფოტოკამერა სადაა? ჩემი ფოტოკამერა, კაცო. სანამ ამ დებილობა კამერას ახლა დებილი ვარ, რადიო ჩავრთე. მაგერ დახეული მაქვს. გადავუხოთ. რა თქმა უნდა გადავუღოთ. მაცალეთ 1. ვაიმე? შემიგай. ვაიმე არა. ვაიმე მორბიან. ღმერთო ჩემო საწავიდე. მორბის. ვიღაცა მორბის ფანრით. ღმერთო ჩემო დახეული მაქვს. ვაიმე რა გავაკეთო? ვაიმე აქ ჩუბა თუ დავიყო თორე
ვაიმე. გაიქეცი, მალე გაიქეცი. ვაიმე, მალე გაიქეცი, გეხვეწები. მალე. მალე გაიქეცი დროზე. მოგზდევს? არა. ვაიმე. საით უნდა წავსულიყავი კაცო მგონი აქეთ ხო? ვაიმე. არ არსებობს მაიცად. მომზდევს თუ არა? მომზდევს თუ არ მომზდევს? ხვდები. არ მომზდევს. ზემოთ. ვაიმე, მომზდევს. ზუსტად მომზდევს. სად არის ჩემი ფურგონი? სად ჯანდაბაშია ჩემი ფურგონი? ვაიმე, პალე. მის რო დაახლოს არის. გადი აქედან. როცა სისხლში ადრენალინმა იმატა, დავაჭირე გაზს და გავიმგზავრე პარკის რეინჯერის სახლთან. სუნთქვას შეკრულმა დაუკავშირდი რაციით, რომ გავაფრთხილო შტაბი. მომისმინე ჯეკ, ჩვენ აქ ყველანი ცოტათი გონებას ვკარგავთ, მიპასუხა მიჩმა. შემდეგ დილას ხელისუფლებამ ვითომ ჩაატარა პატარა გამოძიება იმ ადგილას და რა თქმა უნდა არანაირი კვალი არ აღმოაჩინეს. არავინ არასდროს იჯერებდა ჩემს ისტორიას. უარყოფდნენ მას, იმიზებდნენ ჩემს მარტოობას. უბრალოდ გააგრძელე თვალის დევნა, ხანძარზე მიპასუხა მიჩმა. თუმცა ეს იყო ბოლოჯერ, როცა ჩემს ფეხს ვდგავდი ამ ტყეში. ღმერთო ჩემო! რაღაც რიტუალებს აწყობდა მან ხალხი. ლავის ჩემთან ჩაატარეს რიტუალი იმ ცეცხლზე. შეშფოთება კიდევ მძიმე ტვირთა ძის ჩემს მუცელში. იმის და მიუხედავად რომ გავიდა ბევრი წელი, გადატანილი კიდევ ცოცხლობს ჩემს მეხსიერებაში. ხობა. ჩემი ოჯახი ფიქრობდა რომ ყველაფერი ეს მოვიფიქრე, მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო ჩემს სტილში. მაგრამ მე ვიცი რა დავინახე. ღამის დადგმის შემდეგ ეს ტყეები ხდება არაკანონიერი აქტივობის თავშესაფრად. ამიტომ თუ ვინმე თქვენიდან გეგმავს ახლა მომავალში გამგზავრებას კემპინგზე, გეხვეწებით იყავით ფრთხილად. Oh my god, მე მიყვარს კემპინგები, იცით და ამ თამაშის შემდეგ არ ვიცი რამდენად მომინდება კემპინგებზე სიარული. ვაიმე, ძალიან ძველი თამაში იყო, მე ძალიან მომეწონა. თამაშის ბოლოს მაინც არის დამოწყნარებელი მუსიკა. ახლა სურათი სრულიად ნათელი გახდა და კიდევ უფრო შემაშფოთა. ეხლა აგიხსნით თუ რატომ არის ეს და ეს ტიპი ერთი და იგივე. კაფეში ჩვენ შევხვდით ამ უცნაურ ტიპს, რომელიც უბრალოდ გვაშტერდება. მაგრამ რომ დავაკვირდეთ, მაგას აქვს ნიჩაფი, მეშოკი და შავი კოსტუმი. როცა ჩვენ ვიჯექით და ვჭამდით, ეს ტიპი შევიდა ჩვენს ფურგონში და ჩაკეტა საპირფარეშოს კარი. ხოლო როცა ვიყავით რეინჯერთან, ის გამოვიდა ჩვენი ფურგონიდან და ზუსტად მაგის სიარულის ხმა გავიგეთ, როცა მივდიოდით კოშკზე. ანთებული ფანარი ღამი ტყეში ზუსტად ამ ტიპის იყო. ხოლო როცა წავედით კემპინგის სანახავად, რედაქტირების დროს დავინახე ეს ჯანდაბა, რომელიც იმალებოდა ხის უკან და სტვენდა. ჩვენ შევხვდით უცნაურ კაცს. ხედავთ მსგავსებას? ეს და ეს იგივე კაცია. დალაპარაკების მერე ის უბრალოდ წავიდა ტყეში. ზუსტად ეს ტიპი იყო კაფეში. ტყეში, სადაც სტვენდა. ის მოგვაჩვენა თავი თანამშრომლად და ზუსტად ის იყო რიტუალისტი. დავაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ამ თამაშზე, მოგეწონა თუ არა? მე ძალიან მომეწონა. თამაშის ბოლოს კი ხმას ჩახრჩობინი მაქვს და მტკივა უკვე ყელი, რადგან ორი ნახევარი საათია ვსივარ და ვთამაშობ. მადლობა რომ ამ ვიდეოს ბოლომდე დარჩით. ჩვენ შევხვდებით უკვე ძალიან მალე სხვა ვიდეოებში. ნახვამდის.